მოგესალმებით, როგორ ხართ ჩემო სიხარულებო, ჩემო გოგოებო, ჩემო გულებო, მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. ძალიან მიყვარხართ, ძალიან მახარებთ ყოველდღე მომდის ისეთი თბილი კომენტარები, რომ გული მithბება და ძალიან დიდ ენერგიასაც მაძლევს ხომ ეს ყველაფერი, რომ ჩემი საქმე გავაკეთო, ამას რა ჯობია, მე ვცდილობ ყველანაირად, რომ მოვიდე, პოზიტივი მოვიტანო, სიმშვიდე მოვიტანო, რაღაცებს ფუსფუსებ, იმასაც ვიღებ, თუ მათე მიმყავს სკოლაში, თუ ჩემ ცხოვრებას ვიღებ და ვფიქრობ, რომ ეს თქვენთვის არის ხოლმე რაღაც მომენტში განტვირთვისა და ვისაც გიყვარვართ, რა თქმა უნდა, მათთვის დასვენების საშუალება. დღეს კარგად გამოვიძინეთ, პირველ რიგში მე და მათემ გვიანავდექით და ძალიან კარგ ხასიათზე ვარ მშვენივრად. ერთმა ქარბატონმა მომწერა, ჩემო ჟანიკო, მეც მიყვარსო დილიძილიო, მაგრამ წლებიო უკვე ვისიადრე ვდგებიო და როგორ მესმის, თქვენი ძალიან ძნელი არის. ძალიან ძნელია და ალბათ ადამიანი კვირაში რამდენიმე დღე მაინც უნდა ქონდეს ისეთი, რომ ყოველდღე ძალიან ადრე არ ადგებოდეს. ეხლა მასწავლებლები ადრე დგებიან, მაგრამ შაბათ-კვირას ალბათ იძინებენ, ხო, დილით. ან კიდე ისეთი სამსახურები, აი მე რომ მქონდა, დავუშვათ. ერთი დღე დილით ვდგებოდი, ერთი დღე საღამოს, მაგრამ მე ძალიან გამოვიფიქრე მაინც. მეორე დღეს ხომ ეძინა, მაგრამ მაინც ცუდად ვიყავი ბოლოს, იმიტომ რომ ეგ სამსახური არც სამსახურში ვერც ჩათვლი, იმდენად მძიმეა. მძიმე სამსახურია არის. ძალიან ძნელია მოვიდა. ხო და ერთმა კიდე ესეთი კომენტარი მომწერა, ძალიან გამეხარდა და რომ გამომყვა ჩემ საუბარზე, მე სიამოვნა, შიშზე რო ვილაპარაკე, ხო გახსოვთ? თქვენთვის გადავთარგმნეო ეს რომელიღაცა ენიდან, არ მახსოვს. შიშმა კარებზე დააკაკონაო და გამბედაობა წამოდგაო და კარგი გააღო და არავინ არ იყოო და ისე მომეწონა მეც, ეს ვითომ ძალიან პატარა ფრაზაო, რამხელა რაღაც დაესო შიგნითო და მართალია. ისე მომეწონა მეც, რომ ექიმა რომ მკითხა, ხო მოგიყევით, რომ შიში რა არის ამიხსენიო და სულ რო გაქრა ჩემში შიში, რაღაცა ეგეთი მომენტია, მართალია ეგ ნამდვილია. შიში რა არის? რაღაც მომენტში ჩვენ ეს გრძნობა შიშისა გვიცავს, მაგრამ ის იმდენი ის არ უნდა მიცეთ უფლება, რომ ჩვენი ცხოვრების ხარისხი დაბლადაწიოს, გარეთ ვერ გავდიოდეთ რაღაცის შიშის გამო და ლიფტში ვერ შევდიოდეთ და ასე შემდეგ უკვე დისკომფორტი რო შეგვიქმნას. არ უნდა მიცეთ მაგის ის საშუალება. შესაძლებელია, ეს ჩვენ შეგვიძლია, ჩემ თავზე მაქვს მე თვითონ გამოცდილი. ძალიან მეშინო და ავტობუსში ასვლისა მაინც შევდიოდი, მაინც ავდიოდი. შიშთან ერთად ვაკეთებდი ამას. ეხლაც გავაკეთე შიშთან ერთად ისეთი რაღაცა, რომ მაგასაც მოგიყვებით მე. ამის დროც დადგება. კიდევ უფრო რთული რაღაცა. გავაკეთე შიშთან ერთად. გეტყვით ყველაფერს მოგიყვებით. ბოლომდე რომ მივუყვან საქმეს. ხო და ესე. ეხლა ყავა მინდა. ავდიოთ. მია ყავა მოვატუყო? პური არა გვაქვს ნეტა წამოგიღო. პური არა გვაქვს. ფუნთუშები რა დარჩენახით? 2 4 6 ძალიან შევჭამე ხლა ერთ ცალს, ცივს. ერთი შევჭამე ცხელი. ცხელის ძალიან გემრიელია. ეს ყავა. გავლიოთ.
ღია სახის მოუდუღო თუ არ უნდა? არ ვიცი ხა უნდა თუ არა. ენდომება. რავი, რატო არ ენდომება ვითომ? ჩვენ გავამხნევთ ერთმანეთი, ჩვენ გვიყვარდეს ერთმანეთი და ბუღმიანებმა რა ვიცი ახლა გვიყურონ გარედან და მაგათ ხოსვისი სიხარული არ ახარებთ. ვფიქრობ ხოლმე ხან მე მაგათ ეგეთ კატეგორიას ვფიქრობ და ზოგჯერ მეცოდებიან, მაგრამ ზოგჯერ ბრაზდები კიდევაც ხოლმე გოგოებო, იცით რატო? ადამიანს გაჭირვებაც აბოროტებს მესმის, მაგრამ ჩვენც გვიჭირს. ეხლა მე არ მიჭირს. ნამდვილად რომ მიჭირს, თორე ესე ხო არ ვიქნებოდი, ხო გავაკეთებდი აქ ყველაფერს. და არ მესმის ხოლმე მაგათი. აშკარად რომ ჩანს ზოგიერთი რომ გაჭირვების გამო არის დაბოღმილი, გაბოროტებული. ჩვენ გარშემო ხედავ მე მაგას. ვაკვირდები ადამიანებს და რავი, ხან ბრაზდები რომ ეს ხო არ არის იმ ადამიანების ბრალი, ვისაც ბოღმებს ესვი. აი ეგ არის შეცდომა. შენ ამ შენ პრობლემაზე უნდა იმუშაო ეცადო რომ გამოასწორო. რაც გაქვს. სხვას არ უნდა ესწორო ბოღმები. ამის გამო მე ესე ვფიქრობ. ამის მაისი არ მიყვარს, ბუდიშ გიხდით თქვენს გოგოებო, წამოდივიდა ჩემი ყავა, ეხლა იქ გავიდეთ და დავიდეთ. მიერად მე უნდა გავაკეთო სალატი. იმდროს რომ გავაკეთო სალატის ფოთოლი მაქვს, ეზან ხდება, ხოშხალი, მაიონეზი, ქათმის შეგოვილი ეტი და სხვა რა უნდა. პომიდორსაც დავაჭრი 1 წელს. ხდება ეგეც ყველია მაგ ყველის მოუხდება. ბანანი და ყავა ჩემი გემა. ძალიან მიყვარს. ამასაც რა ვიცი, ცოტა შევატან. ძალიან გემრიელებ დავლიყავა. წავალ გავაკეთებ სალატს. წავალ არის ძალიან გემრიელი. წავედი. დავიწყე ახლა მე მომზადება. ამას გავარეცხა. იუეში და თან უცხოთარი და მათ მომწონს. ხანახი გამარე გავაკეთე.
ეს ცოტა კარგად გავუწყო. შევდავიწყოთ ხა მომზადება ამისი. მაჩემ აღარ ცერკობს დღეს ცერკობის დღეა აქ შაბათ-კვირა. ამის დასვენებისა და ცერკობის დღეა. აბარა აქ მაგ ორი სალია და შენილი ამასაც რო არ გაფუჭდეს აღარ შეჭამე. ამასაც სამომა. სალათის ფურცელი როგორ იწოვს წყალს გოგოებო. არა ხომ უნდა გარეცხო, შეიძლება რომ არ გარეცხო. და ძალიან იწევს, აი ნახეთ ახლა რა ამბავი აქ. ესეც ესე რა სწრაფად მზადდება და უგემრიელესი გამოდის. ესეც არ მომეწონა, ისეთი ძილია და გემრიელი ქათმის ისა შეგულილი. ერთის ნაწილი არის თა, ნახეთ. ორი ნაბიჯში იყიდება. და არის ძალიან ბილი. ისე მწვანე ხახო არა მაქვს. და ვამატო. ეცრეთ არის რომ არც კარგად არ ვშოვან ვარ. ავი როგორც არის. მე რო გავაკეთებთ რა ამასაც სამზარეულოს. კარგად გამოვჩდები უფრო ერთიანი რო გახდება, ეხლა ის დაბალია ცოტა და მაგით ვარი ეგრე. გაზირაზეც დგა, აი დაბალი. ასე ცოტა ჩაუწიეთ რა აქ ხმა მოდის ისეთი რომ რა ვიცი. თეთრი კანიც მოვაცალოთ ამას. ფორთოხალი ისე უყვარს მათ ეს. ისედაც ძალიან კარგად ჭამს, სულ ყიდულობ. ის იმპორტულები როა, იმას არ ყიდულობ ხოლმე. ეს თანია ფია ჩვენ. და თან სასარგებლო და გემრიელი.
ჩვენი ხილი რაც საქართველოში მოდის ის ბევრად სასარგებლოა ჩვენთვის. რა შემოტანით? ლობიანი უნდა გამოვაცხო დღეს. მაგ გულსართი შენახული მქონდა საყინულში და ისე მაგ დარჩენილი და ბარემ გავაკეთოთ. ეგეც. მე ვიყიდე კიდე და გავაკეთებ და კიდე გავყინავ. ძალიან კარგად გამომადგა ესე რა, ადვილი არის უფრო და კიდე გავყინავ. 1 კილოს. 1 კილოთი 4 ჯერ გამოვაცხე მე მგონი. 1 კილო ლობიოთი. ეს ეხლა გამიდოვი დამჩა ერთი. დამორჩა. იაფერი არ უნდა. სუხარი კი უნდა კიდე. მე თვითონ რო გავხობული, მაგრამ არ მინდა ეხლა პულს შეატანინე, როცა პულს არ ატან. კი, კაია. ფილეც უნდა შევწვა ახლა. უკვე დილით. მე დავიგვიანე დღეს ადგომა და ვავდექი. ეს ყველაფერი უკვე რო შეაფასებელი დამხდა. ეგ არის დუდილით. დავიძინე მე ერთიანად. მოგაწובה ეგ საქმე. ნე? აი ამას რა ჯობია ახლა. შეჭამო. მაიონეზ ვამატებ, რა ვიცი, გემრიელია უფრო და არასასარგებლოა. შედარებით, მაგრამ ეხლა გონია ძალიან დიდი ზიანიც მოგვაყენოს. როცა ამდენ სასარგებლო რაღაცას მიიწმევ და ცოცხალს. გამიმლაშდეს, სუმაშინია ხომი არ გამიმლაშდეს საჭმელი. თორე რამდენიც გინდა ეწყალე, მე თუ დაგიმლაშდა, ვსიო გააფჭე ყველაფერი. შევწვალ ერთს და გემრიელია ერთს. მაიონეზს დავამატებდი, უფრო ლამაზი იყო. აქეთაც მაქოვიც არის და ეს ყუთები ჯესო პატარა მაცივარია. Disi kaldı.
სანამ დაიწევს ახლა ეს შიშვი. დაიწყო. ეს განვაყენებ მე. ორი მოგვიტანა, უკამ და ესეც უკვე მზადაა. ახლა პურსაც დავჭი. მე მინდა კარგი დანები. დანები არ მაქვს. წარმატებული დღე ყველა ჩემო გოგოებო, ჩემო სიხარულებო, მიყვარხართ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ ვამხნევებთ ერთმანეთს და თქვენ ასე ვთქვათ, მეხმაურებით, წერთ კომენტარებს, ჩუქნით სითბოს, სიყვარულს, უღმესი მადლობა ამისთვის, გაკოცეთ დროებით. მოვალ კიდე.